Ახლად არჩეულმა მერმა დღეს პირველი კომენტარი უკვე გააკეთა, მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, ასევე ისაუბრა იმ საკადრო ცვლილებებზე, რის განხორციელებასაც გეგმავს. ახალი ამბების რეპორტიორი ქეთი დუმბაძე ახლა შეეცდება მაყურებელს გაახსენოს ერმაკოვის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებები, რომლებიც მეოთხე არხის ობიექტივმა დააფიქსირა. მოსახლეობის შენიშვნები და მოთხოვნები კი ქალაქის მერს სავარაუდოდ არ უნდა დაავიწყდეს, რადგან იგი ამ ყველაფერს შეხვედრებისას უბის წიგნაკში ინიშნავდა. ერმაკოვი ოფიციალურად ქალაქის მერი 10 დღეში გახდება და ალბათ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მან ამ წიგნაკის საკითხვა და შესრულებული დაპირებების გადახაზვა. პირველ ტურში დაანონსებული მოგება მეორე ტურზე აუხდათ. წინასწარი შედეგებით გიორგი ერმაკოვმა ამომრჩეველთა 77.29%-ის, ანუ 25,874 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა და თანაგუნდელებთან ერთად ღამით აღნიშნა. დღეს 11 საათზე კი ახლად არჩეული მერის სტატუსით ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. სანამ ჟურნალისტები არაოფიციალურად წარდგენილი ახალი მერისთვის გადაღების რაკურსს არჩევდნენ, ერმაკოვის სატელევიზიო ტერმინოლოგიას არკვევდა. ესე? დაციეთ რა. ერთ ტერმინოლოგიაში გამარკვეთ მოჭრილი რა თქვენ სენაზე. აჰა. ახლად არჩეულმა ბათუმის მერმა პირველი გადაწყვეტილება მიიღო. მერიაში შეიცვლება 13 საშტატო ერთეული, ვიცემერები, რიგითი თანამშრომლებისთვის კი კონკურსი გამოცხადდება. ეს გუნდი კიდევ ერთხელ ვამბობ შეიცვლება. ანუ დელეგირება ნიშნავს იმას, რომ მერის შეცვლასთან დაკავშირებით ეს თანამდებობებიც იცვლება. ამიტომ ცვლილებები იქნება და ცვლილებები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით. ქალაქის ინტერესების გაგებას გიორგი ერმაკოვი წინასაარჩევნო პერიოდში ცდილობდა. შეხვდა რიგით მოქალაქეებს და თითქმის ყველა სფეროს სპეციალისტს. ჩემი მერიაში ყოფნის პერიოდში დაიმსხვრევა მიდგომა გორად გაყოფილი ქალაქის არსებობისა. არ უნდა იყოს ჭავჭავაძის და პუშკინის ქუჩების მიღმა სხვა ქალაქი და არ უნდა გქონდეს მხოლოდ ცენტრი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნას დაპირდა. პირველ რიგში აუცილებლად ადაპტირებული გარემო უნდა შეიქმნას და ეს უნდა გაკეთდეს თვითონ მერიაში პირველ რიგში. მოისმინა არქიტექტორების აზრი, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქის ისტორიული უბნები. გვაქვს ჩვენ მსახური ნაგებობები, რომლების რეაბილიტაციაზეც უნდა ვიფიქროთ. გვაქვს ბარაკული ტიპის შენობა ნაგებობები, მაგრამ ქალაქის ცენტრში ეს სწორედ მაინტერესებდა არქიტექტორები რას ფიქრობენ. შეღავათებს პირდებოდა სასტუმროების მეპატრონეებს. ხარდაჭერას სასასტუმრო ბიზნესის განვითარებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისათვის, ვინაიდან ჩვენ მაინც ერთ-ერთ აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე უფრო მეტად ვახორციელებთ და ვაკეთებთ. ევროპასთან მიღწეულ ასოცირების შეთანხმებასა და სარგებელზე ესაუბრა სტუდენტებს. ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს ხელი მოაწერა, ეს კიდევ ერთი პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისათვის ახალგაზრდების მხრიდანაც ძალიან ცხოველი ინტერესია ესეთი. ამრავ შეკითხვას ვამებ. 8 წლის დაფასებას დაპირდა აფხაზეთის ომის ვეტერანებს. თავის ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში უნიმუშო გმირობის მაგალითი გამოიჩინეს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს ესეთი გმირები და გვყავს ის ადამიანები, რომლებიც სამშობლოს შეეძინა. ამ და კიდევ სხვა შეხვედრებზე გაცემული დაპირებების შესრულება ალბათ არ უნდა დაავიწყდეს ბათუმის ახლად არჩეულ მერს. თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ გიორგი ერმაკოვის შეხვედრებზე უბის წიგნაკით დადიოდა, თანაც ხალხს საჯარო დაიმედებდა. ყველაფერი კარგად იქნება. ქალაქს ეყოლება ღირსეული ხელმძღვანელი.